რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვისმენთ. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემის ფარგლებში ჩვენ გაგაცნობთ მუზეუმში დაცულ საგანძურს და ასევე მოგიყვებით ისტორიებს, რომელსაც მრავლად ინახავს მუზეუმი. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ხელმძღვანელი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ დადიანების ოჯახზე. შევეხებით გვარის წარმომავლობას, ოჯახის ისტორიას გავიხსენებთ და რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაუბრებთ ოჯახის იმ წევრებზე, რომელთაც ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსი შექმნეს იმ სახით, რა სახითაც დღეს ის ჩვენ გვაქვს. დადიანები საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული საგვარეულოა. პირველი დადიანი ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნის 40-იანი წლებიდან გვხვდება. დიდი თამარ მეფის პერიოდში ოდიშის ერისთავად ბედან დადიანი სახელდება. მისი შთამომავლები იყვნენ ჯუანშერი, ბედან მეორე და გიორგი. ისინი მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდნენ. ბედან მეორე და მისი მემკვიდრეები ერისთავთ-ერისთავობასთან ერთად მანდატურ თუხუცესებადაც მოიხსენიებიან. მანდატურ თუხუცესი გახლავთ თანამდებობა საქართველოს მეფის კარზე, რომელიც დღევანდელი ანალოგი შესატყვისი რომ მოუძებნოთ, დაახლოებით შინაგან საქმეთა მინისტრის ტოლფასია. სწორედ ბედანის შთამომავლობამ მიაღწია ოდიშის მთავრობას. არსებობდა ასევე მეორე შტო დადიანებისა, რომლის დამწყები ბედან პირველის ძმა ვარდანი, თამარ მეფის დიდი მოხელე, ჩუხრახი გახლდათ. შემდეგ სახურთუხუცესი და ლიხთ-იქით ნიკოფსიიდან უცილობლად მქონებელი. ვარდანის შვილი კოხტასთავის გმირი, ცოტნე დადიანი იყო. ალბათ არც ერთი ქართული საგვარეულოს წარმოშობის შესახებ არ გამოთქმულა იმდენი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება, რამდენიც დადიანთა მიმართ. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის პირველ-მეოთხეში დადიანის გვარის ეტიმოლოგიით ცნობილი იტალიელი მოგზაური პიეტრო დე ლა ვალე დაინტერესდა. სამეგრელოს მთავრების საგვარეულოს თაობაზე მან საინტერესო ვარაუდი გამოთქვა. სამეგრელო ეკუთვნის დადიანებს, რომლებიც იწოდებიან ასე იმიტომ, რომ ძველად მომთაბარეობდნენ და რადგანაც სახლები არ ჰქონდათ, ცხოვრობდნენ კარვებში. იტალიელი მოგზაურის გადმოცემით იმდროინდელ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ოდიშის მთავართა საგვარეულოს სახელწოდება დადიანი მოდიოდა ქართული ზმნიდან დადიან. ამ ვარაუდს ალბათ ამყარებს იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის სიტყვები, რომ დადიანებს 50-ზე მეტი სასახლე ჰქონდათ სამეგრელოში. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხშირად ერთ ადგილას ნამდვილად არ რჩებოდნენ. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით ასევე ფიქრობდა იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი. მათ წინამძღოლს ეწოდება დადიანი, ესე იგი მორბენალი, რადგან სამეგრელო სწორი ქვეყანა, წერდა იგი ოდიშის მთავრების შესახებ. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ფრანგი მოგზაურის შარდენის აზრით კი სამეგრელოს მთავარი ტიტულად ატარებდა დადიანს, რაც სამართლის თავს ნიშნავს. დად სპარსულად სამართლიანობის ქართული შესატყვისია. ვახუშტი ბატონიშვილი მიიჩნევდა, რომ დადიანობა წოდება იყო და მოგვიანებით ოდიშის მთავრების გვარად დამკვიდრდა. ბოლო ხანებში პროფესორმა ილია ანთელავამ ისტორიული წყაროების კრიტიკული შესწავლის შედეგად დადიანების გვარის ეტიმოლოგიის შესახებ კარგად არგუმენტირებული და დამაჯერებელი მოსაზრება გამოთქვა. მეცნიერის აზრით, ოდიშის მთავრები იმერეთიდან, საღირის ძეთა, საღიძეთა საგვარეულოდან ყოფილან. მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე ოდიშის სამთავრო დინასტია შეიცვალა. 1691 წელს ლევან მეოთხე სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ძველი დადიანებიდან სტამბულში გაიხიზნა. ხოლო სამთავროს ფაქტიური მმართველი გიორგი ჩიქოვანი გახდა. 1704 წელს მან საკუთარი შვილის კაციას გადადიანება და ტახტზე აყვანა შეძლო. ძველი და ახალი დადიანების საგვარეულოს წევრებმა უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. მათი უმრავლესობა ქართული ეკლესიის, მწიგნობრობის, ლიტერატურის, დიპლომატიის, სპორტის და სხვა პოლიტიკურ-კულტურული დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. დადიანების სამშობლოსადმი სიყვარულმა და დაუღალავმა მოღვაწეობამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
ბევრი ბრწყინვალე და საამაყო ფურცელი შეიტანა. ჩვენ აუცილებლად ვთვლით, რომ გააგაცნოთ დავით დადიანი. დავით დადიანმა ჩაუყარა საფუძველი ოჯახს, რომელმაც დღევანდელი სახით შექმნა დადიანების სასახლეთა კომპლექსი და მისი ბოტანიკური ბაღი. 1839 წლის 18 მაისს დავით დადიანმა თბილისში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაიწერა ჯვარი. დაახლოებით 8 თვის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა დააკმაყოფილა მისი მამის ლევან მეხუთე დადიანის თხოვნა და დავით დადიანს სიცოცხლეშივე გადასცა სამეგრელოს მმართველობა. ხელისუფლების ასეთი დაკანონება მეტად საზეიმო ვითარებაში მოხდა. 1840 წლის 11 მაისს ქუთაისის გუბერნატორის თანდასწრებით მთავარმა თავის უფროს ვაჟს ჯერ კიდევ ალექსანდრე პირველის მიერ ნაბოძები ხმალი და დროშა გადასცა. ამის შემდეგ დავითი ოფიციალურად შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. თუმცა მამის სიცოცხლეში მთავრის ტიტული არ მიუღია და მემკვიდრე მმართველად იწოდებოდა. 1846 წლის 30 ივლისს ლევან მეხუთე დადიანი გარდაიცვალა. იმავე წლის ნოემბერში რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დავით დადიანი სამეგრელოს მთავრად დაამტკიცა. თავისი მმართველობის ხანაში დავით დადიანმა სამეგრელოს დაბალი სამღვდელოება მებატონეთა ყმობისაგან გაათავისუფლა და პირადი თავისუფლება მიანიჭა. თავადებს გლეხების დატყვევება ცემა აეკრძალათ. ასევე მოიშალა მემკვიდრედ დარჩენილი გლეხი ქალისთვის მამულის ჩამორთმევა. მაგ პატარა განმარტებაა საჭირო, როცა გლეხს მემკვიდრედ ვაჟი არ რჩებოდა, მას მამული ჩამოერთმეოდა. დავით დადიანმა ეს წესი მოშალა და მიუხედავად იმისა, თუ ვინ დარჩებოდა მემკვიდრედ, მიწა მაინც ოჯახის საკუთრებაში რჩებოდა. აილაგმა ტყვეთა სყიდვა და ქურდობა. მის დროს სამეგრელოს სამთავრო ზუგდიდის, ჯვარის, ზუბის, სუჯუნის, საჭილაოს, ლაილაშის, მარტვილის და მურის მაზრებად დაიყო. ახალმა მთავარმა ზურგი აქცია მამის ლევან დადიანის ფეოდალურ წესჩვეულებებს. ზნეგადასული ქეიფების, ლხინის, ნადირობების ხანა დასრულდა. მაგალითისთვის მთავარმა თავად ბათუ ფაღავას მიმინოს თავი იმიტომ გააგდებინა, რომ ფაღავამ მწყერობის დროს გლეხკაც ღომი გაუთელა. დავით დადიანი განსაკუთრებით ზუგდიდის გამშვენიერებისთვის ზრუნავდა. ცნობილი ქართველოლოგი მარი ბროსე, რომელიც დავით დადიანს 1858 წელს ეწვია, წერდა: ახალი ზუგდიდი დღეს შენდება ვრცელი მინდვრების ნაპირებზე, რომლის აღმოსავლეთით ელუარებს დადიანების სასახლე და ბაღი, ჩრდილოეთით რამდენიმე სახლი და პატარა მდინარე, დასავლეთით პრინც გრიგორის დროებითი საცხოვრებელი სახლი, ახალი სასახლე და მდინარის ფერდობი, სამხრეთით მდებარეობს ბაზარი. ყველაფერი ეს გაკეთებულია დავით დადიანის მიერ, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ბაზრობაზე გაიყიდოს მისი მამულის პროდუქცია და განვითარდეს ცივილიზაციის ელემენტები შიგა ძალისხმევით და გარე სამყაროსთან კონტაქტებით. ასობით სახლი აიგო 2-3 წელიწადში. თუ მშენებლობის პროცესი ასეთი აქტივობით გაგრძელდა, ზუგდიდი ნამდვილად გახდება აყვავებული დასახლება. 1858 წელს დავით დადიანმა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში სასახლეში დააარსა მუზეუმი და საფუძველი ჩაუყარა არქეოლოგიურ გათხრებს ნოქალაქევში. დავითი ხელს უწყობდა საქართველოში მეცნიერების და საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას. ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნებისგან ძვირფასი ბიბლიოთეკა შეადგინა. თვითონაც ჩინებული მწიგნობარი იყო. ჟამსა მოცლისასა გადამწერლობას და მთარგმნელობას ეწეოდა. დადიანების მდიდარი ბიბლიოთეკით სარგებლობდნენ როგორც მწერლები, ასევე ლიტერატურით დაინტერესებული პირები. ბიბლიოთეკა ყოველ მხრივ იყო მოწესრიგებული. ამაზე მეტყველებს მუზეუმში არსებული სპეციალური კატალოგიც. დადიანების ბიბლიოთეკა უხილავს მარი ბროსესაც, რომელიც წერდა: იგი იყო ძველი ქართული წიგნების მოყვარული და მან თავის ბიბლიოთეკაში თავი მოუყარა მათ. მე ნება დამრთო, დამეთვალიერებინა, ამიტომ მე მას ხელახლა სიამოვნებით ვნახავდი. მაგრამ მე ვჩქარობდი, მინდოდა გზა გამეგრძელებინა, რადგან ისედაც გაგრძელდა ჩემი აქ ყოფნა. ასიოდე ხელნაწერი, რომელიც მე აქ ვნახე, იყო ჩემი არქეოლოგიური და ლიტერატურული მონაპოვარი. გრიგოლ დადიანი დავითზე ამბობდა: ჩემს ძმას, დავითს, ისეთი ძლიერება ჰქონდა თვალში, რომ ძინარე კაცს თვალს რომ გაუშტერებდა,
იმას ჯერ გააზმორებდა და მერე გამოეღვიძებოდა. სიარულის დროს იმას ყოველთვის მოკაკული ჯოხი ეჭირა და ამ ჯოხზე დაყნობით იცოდა ლაპარაკი. 1845 წლიდან დავითი რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი იყო. დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის, წმინდა ვლადიმირის და წმინდა ანას ორდენებით. რუსეთ-თურქეთის ომის ვერცხლის მედლით და ოქროს ხვლით მამაცობისათვის. 1853 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ დავით დადიანი ზუგდიდში გარდაიცვალა. იგი მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. სამთავრო რეზიდენციების არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობაში არანაკლები, არამედ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანმა ითამაშა. სამეგრელოს დედოფალი 1839-1857 წლებში დავით დადიანის მეუღლე. დედოფალი ეკატერინე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო მანდილოსანია. მას ნიკოლოზ ბარათაშვილი ეტრფოდა. მასთან მეგობრობდა გრიგოლ ორბელიანი. მისით იხიბლებოდნენ იმპერიის გენერლები, პრინცები და დიდი მთავრები. იგი განსაკუთრებით ახლოს იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამესთან. მამის, ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში ბავშვობიდან ეზიარა ევროპულ კულტურას და განათლებას. კარგად ხატავდა, წერდა ლექსებს. დავით დადიანთან შეუღლების შემდეგ სათავეში ჩაუდგა სამეგრელოს სამთავროს ძველი სისტემის რეფორმირებას. ეკატერინეს დროს სასახლემ სწორედ ის ფუნქცია შეიძინა, რომელიც ევროპაში იყო მიღებული. რეზიდენციაში არა მარტო სამთავრო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, არამედ ოფიციალური საქმის წარმოებაც მიმდინარეობდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კანცელარია. ყველა მნიშვნელოვან სასამართლო დავას კი დედოფალი პირადად განიხილავდა. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმდროინდელი სასამართლო დავების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პირადად ოჯახის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ გადავხედავთ დადიანების კანცელარიას და სასამართლო საქმეებს, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყოველი მე-19 საქმე არის დადიანთა მმართველი ოჯახის წინააღმდეგ საჩივარი. მაგალითისთვის, სუჯუნის ტყის მმართველს არ გადაუხადეს ხელფასი დროულად, ან დააკლეს ხელფასი, ან მიწა, რომელიც შეძენილი ქონდა გლეხს, ისევ სადაო გახდა და მრავალი ასეთი სხვა საკითხი. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დავით დადიანი გახდათ მთავარი მოსამართლე. მისი სიტყვა იყო საბოლოო და როცა მასთან შემოდიოდა საქმეები, სადაც ფაქტიურად მოსამართლეც თვითონ იყო და მოპასუხეც თვითონ გახლდათ. ძალიან სამართლიანად წყვიტავდა ამ საქმეებს. არც ერთი მე პირადად მაქვს შესწავლილი რამოდენიმე სასამართლო საქმე, სადაც დავით დადიანს უჩივიან და არც ერთი ჩემს მიერ შესწავლილი საქმე დავით დადიანს არ დაუსრულებია არასამართლიანად. ერთადერთი რის უფლებასაც საკუთარ თავს დავით დადიანი აძლევდა, როცა დაინახავდა, რომ საქმე არის მის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ საქმის წარმოებაში უშვებდა და დამატებით სხვა მოსამართლეს დანიშნავდა, რომ მეორე აზრიც მოესმინა. თუ იგივე განაჩენით დაბრუნდებოდა მასთან სარეზოლუციოდ საქმე, ის აუცილებლად დააკმაყოფილებდა, თუნდაც ეს რეზოლუცია მის წინააღმდეგ ყოფილიყო. საინტერესო მოგონება ინახება ავსტრიელი მწერლის ბერტა ფონ ზუტნერის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. ყოფილი კავკასიური სახელმწიფოს დედოფალი იყო ფრიად ელეგანტური ქალბატონი, დაახლოებით 46-47 წლის. ჯერ კიდევ ტანადი ქალი. ახალგაზრდობაში ჭეშმარიტად ქართული ტიპის დამამბრმავებელი ლამაზმანი უნდა ყოფილიყო. საინტერესო მოგონება ეკატერინე ჭავჭავაძის შესახებ ინახება ავსტრიელი მწერლის ბერტა ფონ ზუტნერის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. ყოფილი კავკასიური სახელმწიფოს დედოფალი იყო ფრიად ელეგანტური ქალბატონი, დაახლოებით 46-47 წლისა. ჯერ კიდევ ტანადი ქალი. ახალგაზრდობაში ჭეშმარიტად ქართული ტიპის დამაბრმავებელი ლამაზმანი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წელი თავისი შვილების აღზრდის მიზნით ევროპაში ცხოვრობდა, მონაცვლეობით პეტერბურგსა და პარიზში. ქმრის სიკვდილის შემდეგ ეკატერინემ, როგორც თავისი ვაჟის მეურვემ, მმართველობა თავის თავზე აიღო. თურქებისაგან დიდად შევიწროებული ერთხელ თვითონ ჩაუდგა სათავეში თავის მხედრებს და მტრებზე გაილაშქრა, მაგრამ თანდათან შეუძლებელი შეიქმნა დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ისიც იზოლებული გახდა, მიეღო რუსეთის პროტექტორატი. დედოფალის საზოგადოებაში შეიძლებოდა ზოგჯერ კავკასიელი ქალების ნახვა, რომელთაც თავიანთი ლაზათიანი ეროვნული ტანსაცმელი ემოსათ. თვითონ დედოფალი თავის ტანისამოს ვორტისაგან იძენდა და ჭეშმარიტი ქალბატონის შრნოთი და ლაზათით ატარებდა კიდეც. ეკატერინე ფრანგულად თავისუფლად ლაპარაკობდა. ოღონდ ოდნავ რუსული აქცენტი ჰქონდა. თავის შვილებთან მეტწილად ქართულად საუბრობდა. თავრინა ეკატერინა
სამთავროს გაუქმების შემდეგ 1856 წელს პეტერბურგში გაიწვიეს. გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრების შემდეგ იგი სამეგრელოში დაბრუნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მას საზეიმოდ დახვედრა მოუწყო. რუსეთის მხრიდან ოფიციალურ მიმოწერაში სიტყვა დედოფალი არასოდეს ითარგმნებოდა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ დედოფალი როგორ უნდა თარგმნილიყო რუსულად კარალევა ეკატერინა, მაგრამ ძალიან არ უნდათ ამ ტერმინის გამოყენება აქედან და ამიტომ ოფიციალურ მიმოწერაში ყოველთვის დედოფალი ეკატერინე ასე მოიხსენიებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უნდა ეთარგმნათ და ეთქვათ კარალევა. 1882 წელს 66 წლის ასაკში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანისა გორჯში გარდაიცვალა. დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში მეუღლის გვერდით. დავითს და ეკატერინეს 7 შვილი ჰყავდათ. მარიამი, ნინო, ლევანი, ნიკო, სალომე, ანდრია, თამარი. სამწუხაროდ ამ 7 შვილიდან მხოლოდ 3-ს ეწერა ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა. დღეს ჩვენ გვინდა ეკატერინე და დავითთან ერთად უფროსი ვაჟი ნიკო დადიანი გაგაცნოთ. ნიკო დავითის ძე დადიანი სამეგრელოს უბწყინვალესი თავადი. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ნიკო დადიანს ტახტზე ნებაყოფლობით ათქმევინა უარი, რის სანაცვლოდაც მან უგანათლებულესი თავად მინგრელსკის ტიტული მიიღო. დედის ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანის სიკვდილის შემდეგ ის მთელს კავკასიაში უმსხვილეს მემამულედ რჩებოდა. ეკუთვნოდა სენაკის, ლეჩხუმის, ზუგდიდის მაზრები და სოხუმის მიდამოებში 270,000 დესეტინა მიწა, მაგრამ უბწყინვალესი თავადი იძულებული გახდა კუთვნილი მიწების დიდი ნაწილი გაეყიდა. მალე საქართველოს დატოვა და პეტერბურგში წავიდა. ნიკო წერდა გიორგი თუმანიშვილი. ყოველთვის გამოირჩეოდა მეცნიერების სიყვარულით. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი მზრუნველობას არ აკლებდა საქართველოში განათლების განვითარების საქმეს. ის, თუმცა არაოფიციალურად იყო ნამდვილი წარმომადგენელი თავისი სამშობლოსი, დიდი ცოდნის პატრონიც იყო მის შესახებ. თუ სათანადო შემთხვევა ხელთ ეძლეოდა, იცოდა სამშობლო ქვეყნის ინტერესების დაცვა. ნიკო დადიანს საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერაც ჰქონდა. 1875 წლიდან იგი კავალერგარდის პოლკში მსახურობდა. მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ოპერაციაში, დუნაის ფორსირებაში, შიპკის გმირულ ეპოპეასა და სოფიის თურთაგან განთავისუფლებაში. დაჯილდოვდა ოქროს ხმლით. დადიანების მეგობარი ბერტა ფონ ზუტნერი თავის მოგონებებში 1877-78 წლებში ნიკო დადიანის ბალკანეთში ლაშქრობის ამბავს გვიყვება. მინგრელსკი აქ იმპერატორს ახლდა, როგორც ფლიგელ ადიუტანტი და ბრძოლებში იმდენად გამოიჩინა თავი, რომ ოქროს მახვილი, წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ბაფთიანი და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. 1886 წელს ნიკო დადიანის სახელი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი. ბულგარეთის ტახტიდან პრინც ბატენბერგის ჩამოგდების შემდეგ რუსეთის იმპერატორმა თავადი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. მასზე ნიკო დადიანზე საუბრობდა როგორც ქართული, ისე უცხოური პრესა, ქვეყნის ინტელიგენცია, მათ შორის ილია ჭავჭავაძეს მიესალმა ამ მოვლენას, მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოების მცდელობამ და ბულგარეთში მიმდინარე ანტირუსულმა გამოსვლებმა საკითხი გააჭიანურა. შემდეგ კი საერთოდ მიაჩუმათა, ასე რომ ნიკო დადიანს იმპერატორმა იმედი გაუცროა. 1874 წელს თავადი ულამაზეს მერი ადლერბერგზე დაქორწინდა. მერი რუსეთის საიმპერატორო კარის მინისტრის ალექსანდრე ადლერბერგის ქალიშვილი იყო. როგორც ირკვევა, იგი მეუღლის მსგავსად საქართველოში საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ასევე აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველთა ორდენის წევრი და მისი ჯვრის კავალერი გახლდათ. ნიკოს და მერის ქორწინება საქართველოში სანახაობად, ზეიმად იქცა. წყვილი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი გემით ოდესიდან ფოთში ჩამოვიდა. შემდეგ კი სპეციალური მატარებლით ქუთაისისკენ გაემგზავრა. სამეგრელოს უბწყინვალეს თავადს და მის მეუღლეს ხალხი მთელი გზა ოვაციებით, სიმღერებით და თოფის როლით ეგებებოდა. მოსახლეობა გზის გასწვრივ ჩამწკრივებულიყო. წარჩინებულნი, თავადები, გლეხები, ყველანი გარეთ გამოსულიყვნენ. ახალ დაქორწინებულები გზა და გზა აჩერებდნენ მატარებელს, გადმოდიოდნენ, რათა ყვავილების ფანჩატურის ქვეშ გაევლოთ. ყველგან პურმარილი, ცეკვა, თამაში, სიმღერა და ზარზეიმი ხდებოდა. სამეგრელოში დადიანს ზარბაზნების გრიალით და ზარების რეკვით შეეგებდნენ. მერი მეგრელმა თავადებმა ვარდების ტახტრევანზე დააბრძანეს და ისე
გაიყვანეს გორდის სასახლეში. მეფე დედოფლის საპატივცემოთ ზუგდიდის მთავარ მოედანზე დიდი სამხედრო აღლუმი და ქვემეხთა კანონადა ჩატარდა. ეკატერინე ჭავჭავაძემ წყვილს თავისებური სიურპრიზი მოუმზადა. ღამით გორდის მთებიდან ასობით ბენგალიურმა ცეცხლმა და ფოიერვერკმა იფეთქა. 1885 წელს ნიკომ დადიანების უმდიდრესი ბიბლიოთეკა უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. თუ ამ ჩემის ბიბლიოთეკის შეწირვით საზოგადოება მოუტანს რაიმე სარგებლობას ჩვენს სამშობლო ქვეყანას, მით შევრაცხ ჩემ თავს ბედნიერად. წერდა თავადი. მინგრელსკის თაოსნობით ღარიბი მოსახლეობისათვის სრულიად უფასოდ დაარსდა სასწავლებლები, აფთიაქები. აკადემიკოს დავით ჩუბინაშვილთან ერთად იგი ცდილობდა ქართველებისათვის ივერის ათონის მონასტერი დაებრუნებინა. პრინცი ალექსანდრე ოლდენბურგი და ნიკო დადიანი ერთად ჩაუდგნენ სათავეში ზუგდიდ ფოთშორის რკინიგზის გაყვანის საქმესაც. აღსანიშნავია, რომ თავადი მთელი სისასტიკით აღუდგა წინ რუსეთის იმპერიის მიერ გაჩაღებულ მეგრული ენის სამწერლობო ენად დამკვიდრების კომპანიას. მე მენგრელიას, იმერეთს და გურიას უყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენს შუა განსხვავება არ არის, ან არც უნდა იყოს. ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები. ასეთი სიტყვებით მიმართა მან რუსიფიკატორებს. 1903 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ნიკო დადიანი გარდაიცვალა. იგი სამეგრელოში მატარებლით ჩამოასვენეს და მარტვილის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს. საოცრად ტრაგიკულად წარიმართა ნიკოს შვილის, სამთავრო ტახტის უკანასკნელი მემკვიდრის, უმცროსი ნიკოს ბედი, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა და რუსეთის არმიაში კამერ-იუნკერად მსახურობდა. 1914 წელს იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. წითლებმა უფლისწული პეტროგრადის ციხეში დაატყვევეს. სიმონ გოგიჩაიშვილის მოგონებების მიხედვით დადიანების მოურავმა ვლადიმერ ალშიბაიამ თავრების რამოდენიმე ძვირფასი რელიქვია და ოქროს ხმალი ნიკო ნიკოსძეს პეტროგრადში ჩაუტანა და ციხეში გადასცა. მაგრამ პატიმრობაში მყოფი უფლისწული გაქურთეს და ძვირფასი საგნებიც მოპარა. ნიკო ციხეში შიმშილსა და სიცივეში გარდაიცვალა. საცოლემ ელენე ერისთავმა ძლივს მოახერხა მისი ცხედრის გამოხსნა და ქართული ეკლესიის შემოგარენში მალულად დასაფლავება. უფლისწულის განსასვენებელი ამჟამად დაკარგულად ითვლება. ასეთი ტრაგიკული ამბით უნდა დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. შემდეგ გადაცემებში ჩვენ გაგაცნობთ სალომე დადიანს და მის უმცროს ძმას ანდრია დადიანს. დიდი მადლობა რომ გვისმენდით და ხართ ჩვენთან ერთად. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.